ნიშვილის რეჟიმისთვის ქვეყნისთვის თავგანწირვა უაზრობა და ბრძოლა დანაშაული ოლიგარქის რუსული პოზიცია ისევ თეატრულუკიანმა გაახმოვანა ეგრეთ წოდებული ღალატის კომისიის თავმჯდომარემ. ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შეურაცხყოფას ერთ საათში პარლამენტთან გააპროტესტებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანტიეროვნული განცხადებებით რეჟიმი კრემლის ფინალურ დავალებას ასრულებს. მიზანია კოლექტიური მეხსიერების გადაწერა და ამ გზით მალე ხალხის პროტესტის გარეშე რუსეთთან პოლიტიკური კავშირების აღდგენა. გიორგი კვიჟინაძე აგრძელებს თემაზე საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. ლუკა თეატრულუკიანის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას უკვე მოხვა ოპოზიციური წრიდან გამოხმაურებები. ქართული ოცნების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ახლა ოლიგარქის პარტია ცდილობს გადაწეროს საქართველოს ისტორია და საზოგადოებას დაანახოს, რომ თითქოს და რუსეთი არ არის მტერი. ამ ყველაფრის მიზანი კი საბოლოო ჯამში არის ის, რომ ოპოზიციის მტკიცებით ქართული ოცნება ახლა აპირებს აღადგინოს დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა ოკუპანტ ქვეყანას და რუსეთთან. შესაბამისად, მმართველი გუნდის მცდელობაა, რომ საზოგადოება შეაჩვიოს ნელ-ნელა სხვადასხვა პროპაგანდისტული მესიჯბოქსით, რომ რუსეთი არათუ ჩვენი მტერი, არამედ პირიქით მათთან უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, რადგანაც ქართულმა ხალხმა კარგად იცის საქართველოს ისტორია, მათ შორის უახლესი ისტორია, აგვისტოს ომი და შემდგომ განვითარებული მოვლენები, როდესაც რუსეთი დღემდე ახდენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია ჩვენს ქვეყანაში, იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ეს მცდელობა რუსეთი წარმოაჩინოს თითქოს საქართველოს მეგობრად იქნება წარუმატებელი. გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის სიმბოლო რუსული იმპერიის წინააღმდეგ, ამიტომაც სწორედ რომ კრემლის ინსტრუქცია, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ქართული წინააღმდეგობის იქნას განადგურებული იდეოლოგიურად ივანიშვილის ბანდის მიერ გუშინ თეატრულუკიანის პირით გველაპარაკებოდა კრემლი, გველაპარაკებოდნენ ანწუხელიძის წამებლები, მაგრამ ანწუხელიძე არის უკტავი, საქართველოს არის უკტავი. ეს რატომ კეთდება, რომ ისე მოხერხდეს, რომ თითქოს თავად დასავლეთმა თქვა საქართველოზე უარი. ყველა ეს ნაბიჯი სწორედ ამ საკითხს ემსახურება და მერე საბოლოო ჯამში ღიად განაცხადონ ის, რაც იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, რომ სხვა არჩევანი საქართველოს აღარ აქვს და მან უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან. ამის ღიად გაცხადება, რომ ჩვენ ბრუნდებით რუსეთში, არის ძალიან რთული და ახლა ამზადებენ საფუძველს და საძირკველს იმისათვის, რომ ეს აღარ იყოს ყურის მომჭრელი და გამაღიზიანებელი. ვაბანკზე მიდიან. ერთგვარად შეიძლება აი ამაზეც ვილაპარაკოთ, სწორედ ის იყო მიზეზი, რომ წარსულში ისინი ცდილობენ წარსულის შეცვლას, წარსულის გაყალბებას და საზოგადოებაში ისეთი კოლექტიური მეხსიერების დაფუძნებას, რომ თითქოს რუსეთი არ არის მტერი და მასთან ურთიერთობა შეიძლება. როდესაც შენი ქვეყნის ეროვნულ გმირს უწოდებ უაზროდ განწეროს და ამით მტრის წისქვილზე ასხამ წყალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ყოველდღიურად ვუყურებთ მცდელობებს საქართველოს ისტორიის გადაწერისას, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელი ქმედება ცხადია და რაც მთავარია, ეს არის ღალატი სამშობლოს წინაშე. ქალბატონი თიას მიერ გაკეთებული განცხადებები, ეს არის ქართველი ერისთვის შეურაცხყოფელი განცხადებები. და მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. მე ამიტომ გითხარი თქვენ, რომ ჯობდა პირველ რიგში მისი განცხადება შეგვიფასებიდან და არა პროტესტის ფორმა. ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ეს მეორე ხარისხოვანია. ვერანაირად როგორ გითხართ, ყველანაირად შევდივარ ნებისმიერი ქართველის მდგომარეობაში, რომელიც ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, რომელიც ჩვენი ეროვნული გმირების თავგანწირვის, ასე ვთქვათ, მიზანს თუ რისთვის დადვა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე ეჭვქვეშ აყენებდა, ბუნებრივია ქართველი ხალხის აღშფოთება იქნება სამართლიანი. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მხოლოდ კონკრეტულად თეატრულუკიანის მოსაზრება არ ყოფილა, რადგანაც ქართულ ოცნებაშიც სწორედ ასე ფიქრობენ, ვინაიდან ერთი განცხადებაც კი არ გვინახავს ჩვენ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ თეატრულუკიანის ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება დაეგმოთ, მეტიც ისინი აპელირებას აკეთებენ იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც გუშინ თეატრულუკიანის სახლთან გაიმართა და ქართული ოცნების წარმომადგენლები იმის ნაცვლად რომ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს გმობდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვავენ ამ განცხადების გამო, მოღალატეებს და ქვეყანაში არეულობის შემომტანებს უწოდებენ. მეშინიათ, ამიტომაც არის, რომ დიდი შეტევა არის ქალბატონ თეაზე და კომისიის წევრებზე.
ამიტომაც არის რომ რამენაირად აფინანსებენ ახალგაზრდებს რომ რაღაც შექმნან ქაოსი და არეულობა დაძაბულობა სახშიც კი მეუვარდნენ მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა იმიტომ რომ ეს კომისია ბოლომდე მივა თქვენ იცით რომ პარლამენტი იმჯერებს ეხლა რომ ვადა კიდევ უფრო გაახვალწილოს იმიტომ რომ 2012 წლის შემდეგაც გრძელდებოდა მავნებლობები საკუთარი სახელმწიფო ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამაში ვინც არის და ვის მიმართაც არის გონივრული ეჭვი ამაზე უნდა იმჯეროს სასამართლო რასთან მქონდა საქმე ჩვენ ვესაუბრეთ ყოფილ სამხედროებს და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს, რომლებისთვისაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა თეატრულუკიანის ეს მოღალატეობრივი განცხადება, რადგანაც მათი თქმით ბოლო პერიოდი და უკვე რამდენიმე წელია ქართული ოცნება ცდილობს გადაწეროს საქართველოს ისტორია და საზოგადოებას ისე დაანახოს ეს ყველაფერი, როგორც რუსეთს სურს და მათ მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება რუსულ პროპაგანდას ავრცელებს იმისათვის, რომ ქვეყანა საბოლოო ჯამში ჩააბაროს რუსეთს, თუმცა სამხედროების თქმით ქართული ოცნებას არაფერი არ გამოუვა, რადგანაც საზოგადოებამ კარგად იცის ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. რეალურად ეს არა მხოლოდ გიორგი ანწუხელიძის, რომელიც ასე ვთქვათ არის სიმბოლო გმირობის ხო თანამედროვე საქართველოსთვის და საჩვენი თანამედროვე ისტორიისთვის. ეს არ არის მხოლოდ გიორგი, არა მთლიანად ყველა გმირის, რაც კი საქართველოს ყავს, რაც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში წერია, რაც ჩვენ საერთოდ ასე ვთქვათ ეროვნულობას განსაზღვრავს, აი ყველა ამ გმირის თავგანწირვის და თავდადების რეალურად ნიველირება და შეურაცხყოფა არის. და ასევე მთლიანად ისტორიის, საქართველოს ისტორიის, რომელიც ასე ვთქვათ წარმოადგენს მტერთან ბრძოლის და გამარჯვების ისტორიას. გასაკვირი მე მგონი აქ აღარაფერი აღარ არის. ისინი ჩასწნენ ფსკერს, მაგრამ ეს ფსკერი საერთოდ სადა აქვთ, მაგასაც ვეღარ ხვდებით უკვე რა, ამიტომ რომ ყოველდღე ახალ რაღაც დონეებს იპყრობენ და მათთვის ხომ არ არსებობს არც სამშობლო, არც გმირობა, არც თავგანწირვა, არც ქვეყნის სიყვარული, ეს ცნებები საერთოდ უცხო არის მათთვის და შესაბამისად აღარ უნდა გაგვიკვირდეს მათგან ესეთი გამონათქვამები. მათმა ამ გამონათქვამებმა ჩვენ დამატებითი სტიმული უნდა მოგცეს გაერთიანების, ერთიან ფრონტად ჩამოყალიბების და ახალი ძალით მათ წინააღმდეგ შეტევის განხორციელებისა. გიორგი ანწუხელიძე სახში არ არის, რადგანაც ქვეყანა ოკუპირებულია. სწორედ ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია 3 საათზე პარლამენტის შენობის უკან დღეს გაიმართება და საზოგადოება ქართველი ხალხი გააპროტესტებს თეატრულუკიანის მორიგ ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატეობრივ განცხადებას. გიორგი კუჟინაძე საუბრობდა ფორმულას პირდაპირ ეთერში.